დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები ორმხრივი ურთიერთობებისთვის და ამავდროულად ჩვენ გავსვალეთ მოსაზრებები თემატურ საკითხებზე, აქტუალურ საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობაზე და ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში პატივცემულმა პრემიერ-მინისტრმა დოკუმენტი იქნა ხელმოწერილი, რომელმაც გააძლიერა საკანონმდებლო ბაზა ორ ქვეყანაში თანამშრომლობითი ურთიერთობებისთვის. ეს დოკუმენტი მოიცავს საჰაერო კომუნიკაციას, სასოფლო-სამეურნეო, ტურიზმს, ასევე მეცნიერებას, განათლებას, კულტურას, სპორტს, კლიმატის ცვლილებას და სხვა საკითხებს და ასევე ორმხრივი ინტერესის მქონე სხვადასხვა თემებს და საკითხებს. მოლაპარაკების დროს ჩვენ ხაზი გავუსვით თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება და ასევე განვიხილეთ სხვადასხვა სამუშაო კონტაქტები სხვადასხვა დონეზე და ჩვენ განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობები და ასევე პარლამენტარების დიპლომატიური როლის გაძლიერება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის. ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები მოლაპარაკების ცენტრალურ საკითხს წარმოადგენდა. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ კიდევ უფრო გავამდიდროთ ეკონომიკური ურთიერთობა ორმხრივი ნაბიჯებით და ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც წარმოადგენდა ჩვენი მოლაპარაკების ცენტრალურ საკითხს. იმის გათვალისწინებით თუ რამდენად არსებობს კონკურენტული შესაძლებლობები ჩვენს ქვეყნებში. ორივე ქვეყანას უდიდესი შესაძლებლობები გაგვაჩნია და ამ მიმართულებით და ამავდროულად კიდევ ხაზგასმული იქნა, რომ ეფექტურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები და ამ კონტექსტში ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტაჯიკეთი ასევე დაინტერესებულია იმით, რომ გააფართოვოს თანამშრომლობა მწვანე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ასევე მრეწველობის კუთხით, ასევე ტექნოლოგიური და ინოვაციების საკითხებით და ასევე ამაში შედის ხელოვნური ინტელექტიც. ამ მიმართებით ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ დავიწყოთ თანამშრომლობა იმ სფეროებში, რაც ორმხრივი ინტერესისაგან წარმოადგენს და ამისათვის ჩვენ პრაქტიკულ ზომებს მივიღებთ. მსუბუქი მრეწველობა, სურსათი, სამთო-მეურნეობა, ასევე ფარმაცევტული სფეროები, სოფლის მეურნეობა გამოვლინდა როგორც ესეთი ინტერესის საგანი და ჩვენ მხარს ვუჭერთ სატრანზიტო და სატრანსპორტო სექტორში კავშირების გაღრმავებას სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ჯანდაცვის მიმართულებითაც. და დღეს ერთობლივი სამთავრობოთა შორისო კომისიის ჩამოყალიბებაზე მიღწეული იქნა შეთანხმება და ხელი მოეწერა ამ დოკუმენტს ორ ქვეყანას შორის. და ჩვენ გვიჯერა, რომ ამ კომისიის საქმიანობა მართლაც ყოვლის მომცველ დახმარებას უზრუნველყოფს იმაში, რომ პრაქტიკული ღონისძიებები იქნას განხორციელებული და ზემოხსენებული ასპექტები რეალურად განხორციელდეს ურთიერთობის სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში კავშირების გაღრმავებაზე, რაც მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ჩვენი მეგობრობის გაძლიერებისთვის და ურთიერთგაგების ხელშესაწყობად ორი ქვეყნის ხალხს შორის. აი ამ მიმართებით ჩვენ მივესალმებით კავშირების გააქტიურებას ისეთ სექტორებში, როგორც არის განათლება, მეცნიერება, კულტურა, ახალგაზრდული საქმეები და სპორტი. აღნიშნვის ღირსია ისიც, რომ ვიზიტის ფარგლებში პატივცემულმა პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პოეტისა და მწერლის, ქართული კლასიკური ლიტერატურის წარმომადგენლის შოთა რუსაველის ბიუსტის გახსნაში და ის დუშანბეში იქნება ახალი ქუჩა, რომელსაც ეწოდება რუსაველის სახელი და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ გაძლიერდეს მეგობრული კავშირები ორ ქვეყანას შორის. გასაუბრების დროს ჩვენ ხაზი გავუსვით თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონსტრუქციული დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის და ასევე განვიხილეთ თანამშრომლობა სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის და ამ კუთხით ორივე ქვეყნის ინტერესში შედის, რომ გაგრძელდეს ორი ქვეყნის დადებითი გამოცდილება საერთაშორისო
ფორუმებზე, როგორც არის მაგალითად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სპეციალიზებული სააგენტოები. ტაჯიკეთი მაყოფილებას გამოხატავს საქართველოსთან თანამშრომლობაზე მიმდინარე საერთაშორისო საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ასევე გლობალური დღის წესრიგის წინწაწევას ისეთ სფეროებში, როგორც არის წყალი და კლიმატი. ჩვენ ხაზი გავუსვით, თუ რამდენად საჭირო არის, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისათვის, რათა შემსუბუქდეს გარემოს დაცვაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ეფექტი. უსაფრთხოების სექტორში განხილული იქნა ესეთი საკითხები, როგორიც არის წინააღმდეგობა არსებულ საფრთხეებზე და დასკვნის სახით მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ შეთანხმებები, რომელიც მიღწეული იქნა დღევანდელ შეხვედრებზე, ნამდვილად უზრუნველყოფს პერსპექტივას, რომ განვითარდეს ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. ტაჯიკეთი ძალიან აფასებს ამ მოლაპარაკებების შედეგებს, რომელიც გაიმართა კონსტრუქციული და ორმხრივი გაგების გარემოში. და ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ნამდვილად მისასალმებელია ყველა სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად ჩვენს ორ ქვეყანას შორის. პრეზიდენტო, ძვირფასო დელეგაციების წევრებო, მეტი წარმომადგენლობო, გასამებით ყველას. მოხარული ვარ, რომ დღეს ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ხალხებს და ქვეყნებს აკავშირებს ისტორიულად ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობები, რომლებიც არის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. მიუხედავად ამისა, დღეს შედგა პირველი ვიზიტი უმაღლეს დონეზე საქართველოსთან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. შესაბამისად, ეს ვიზიტი თავის შინაარსში შეიძლება შეფასდეს როგორც ისტორიული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს საქართველოს-ტაჯიკეთის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, ძალიან დაინტერესებული ჩვენი ურთიერთობების და მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაში. ვიზიტის ფარგლებში, როგორც უკვე აღნიშნა ბატონმა პრეზიდენტმა, ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო დღეს შევხვდროდი ბატონ პრეზიდენტ რაჰმოს, სადაც ჰქონდა ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე. წელს ტაჯიკეთის რესპუბლიკა აღნიშნავს დამოუკიდებლობის 35 წლის თავს და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი გმილოცვა. მინდა გისურვოთ თქვენ და მეგობარ ტაჯიკ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და შემდგომი წარმატება. აქვე ვისარგებლებ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოხატავ მადლიერებას ტაჯიკეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ჩვენ საერთაშორისო დაღიარებულ საზღვრებში. ჩვენ დღეს განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის განვიხილეთ საქართველოს-ტაჯიკეთის თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და გამოთქვით საათყოფნა მომავალშიც გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა ამ მიმართულებით. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენს თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით და ხაზი გავუსვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური კუთხით ჩვენი თანამშრომლობის ყოველმხრივი გაღრმავება, ამ კუთხით არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, არსებობს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხითაც ძალიან დიდი პოტენციალი, რასაც ბუნებრივია ორივე მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ ჩვენი შეთანხმებით შეიქმნა მთავრობათა შორისი კომისია ეკონომიკური საკითხების გარშემო და სწორედ ამ კომისიის ფარგლებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი თანამშრომლობის გაღრმავება ყველა მიმართულებით. ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის. ასევე ჩვენ განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ხაზი გავუსვით შუადერეფნის მნიშვნელობას და აღვნიშნეთ ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებისა და დამატებითი ტურთების მოსიდვის საჭიროება. ჩვენ ასევე შევეხეთ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს და რა თქმა უნდა ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან ინტერესი გავახმოვოთ ჩვენი თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია ბუნებრივია ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება, მუდმივი მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება და აღნიშნულთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი პრეზიდენტი მოუწია
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტით მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩვენ ყველას გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ პრეზიდენტი შეძლებს საქართველოში ჩამოყალიბებას. ჩვენ დიდი ინტერესით ვხედავთ რა თქმა უნდა მის ვიზიტს საქართველოში. ასევე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა მინდა გადაგეხადოთ ჩვენი დიდი მწერლის ოთარ რუსთაველისთვის პატივის მიღებისთვის, რომლის სახელობის ქუჩა გაიხსნა დუშანბეში და რომლის ბიუსტიც დაიდგა თქვენს ქალაქში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგეხადოთ ასეთი პატივისთვის, რაც არის ძალიან დასაფასებელი რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანისგან. მე დარწმუნებულია, რომ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ქვეყნების ხალხებისა და საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ მომავალში კიდევ უფრო სწრაფიტებით განვითარდება. დასასრულს ჩემი სახელით და მთლიანი დელეგაციის სახელით კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის, გულთბილი მიღებისთვის და წარმატებები მინდა გისურვოთ ყველა დასახული ბიზნეს განხორციელებაში და ქვეყნის შემდგომ განვითარებაში. ხოლმე მადლობა კიდევ ერთხელ.